გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მოგესალმებით, დღეს პარასკევია, საღამოს 6 საათი და რადიო აფხაზეთის ხმის ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მე კი მისი წამყვანი მარიამ ჯოჯუა ვარ. დღეს ჩვენი სასაუბრო თემა იქნება თმის ცვენა და ამ თემაზე სასაუბრო ჩვენი სტუმარია დერმატოვენეროლოგი, ასევე ევროპის უნივერსიტეტის სრული პროფესორი ქალბატონი თამარ ებანოიძე. მოგესალმებით, ქალბატონო თამარ. გამარჯობათ, მადლობა მოწვევისათვის. დიდი მადლობა, რომ კიდევ ერთხელ ხართ ჩვენი სტუმარი. მოდით ქალბატონო თამარ დავიწყოთ საუბარი იმით თუ როგორ კლასიფიცირდება ზოგადად თმისცვენა დერმატოლოგიაში და რა ძირითადი ტიპებია კლინიკურად მნიშვნელოვანი. ძალიან საინტერესო და აქტუალური თემა შეარჩიეთ. ალოპეცია, ანუ თმის პათოლოგიური ცვენა, ეს ძლიერი არა მარტო სერიოზული დერმატოლოგიური პრობლემაა, არამედ ძალიან ძლიერი ფსიქოემოციური სტრესია პაციენტისათვის, რანაირ თმის ცვენასთან არ უნდა გქონდეს საქმე. კლასიფიკაცია მინდა გითხრათ, რომ ძალიან რთულია და არ მოიცავს მხოლოდ ანდროგენულ ალოპეციას, რომელიც ძირითადად მოსახლეობაში და ასე ვთქვათ პაციენტებში ფიგურირებს. ეს არის საკმაოდ რთული დაავადებათა კლასი, რომლებიც მოიცავს ნაწიბუროვან და არანაწიბუროვან ალოპეციას. ნაწიბუროვანი ალოპეცია ძირითადად ხასიათდება ანთებადი ხასიათის გამონაყარით, რის შედეგადაც შემდგომ ვითარდება კანის ატროფია, ფოლიკულების გაქრობას აქვს ადგილი, ვითარდება კანის ატროფია და შემდგომ ნაწიბურები. და არსებობს მთელი რიგი დაავადებები და სერიოზული პათოლოგიები, რომლის დროსაც ვითარდება ეს დაავადებები. ამიტომ დაავადების აი ესეთი მარტივი მიდგომა ალოპეციისადმი არ არის სწორი. ხოლო მეორე კლასი ალოპეციის ეს არის არანაწიბუროვანი ალოპეცია, რომელშიაც შედის ბუდობრივი ალოპეცია, რომელიც შეიძლება ასევე საკმაოდ რთული, როგორც სამართავად, ასევე ფსიქოლოგიურად ბუდობრივი ალოპეცია, რომელიც შეიძლება ტოტალურ ალოპეციაში გადავიდეს და შემდგომ უკვე ყველაზე შეიძლება ითქვას უპრობლემო, იმიტომ რომ დაკავშირებულია ანდროგენული ალოპეცია, რომელიც დაკავშირებულია ასაკთან, გენეტიკურ განწყობასთან და რომლისთვისაც ასევე თმის ცვენა არის დამახასიათებელი, რომელიც ძალიან ცუდად აღიქმება როგორც ახალგაზრდა ასაკში, ასევე ზრდასრულ ასაკში, ძალიან ცუდად აღიქმება ფსიქოლოგიურად როგორც მამაკაცებში, ასევე ქალბატონებში, იმიტომ რომ ანდროგენულ ალოპეციაში ჩვენ ხვდებით ქალბატონებშიაც ცოტა უფრო მოზრდილ ასაკში. ხოლო რაც შეეხება მამაკაცებში ანდროგენულ ალოპეციას, ის ზოგჯერ იწყება 20 წლის ასაკიდან და ძირითადად როგორც ვთქვით დაკავშირებული არის ჰორმონალურ ძვრებთან და ჰორმონალურ ცვლილებებთან. მე სულ ძალიან ცოტა მინდა ვთქვა აი იმ ძირითად და საკმაოდ ისეთ სერიოზულ ჯგუფზე ალოპეციისას, ეს არის ნაწიბუროვანი ალოპეცია, რომელიც ვითარდება ისეთი სერიოზული დაავადებების დროს, როგორიც არის მაგალითად წითელი მგლურა თავის თმიან არეზე, წითელი მგლურა, წითელი ბრტყელი ლიქენი, ფოლიკულიტების სხვადასხვა სახეობები, სებორეული დერმატიტი და ამ დროს ჩართული არის მხოლოდ არა მარტო თავის კანი და ერთი რომელიმე სისტემა, არამედ მთელი სისტემებია ჩართული აი ამ დაავადებების მიმდინარეობაში და რომლის როგორც დიაგნოსტირება, ასევე მკურნალობა საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. აქ მთელი რიგი გამოკვლევები არის საჭირო, რომ ჯერ ერთი დავადგინოთ, როგორი სახის რა დაავადებასთან გვაქვს საქმე, ხოლო შემდგომ მკურნალობის სწორი კურსის შერჩევა, რომლის შედეგადაც აუცილებელი არ არის შედეგზე გავიდეთ დადებით შედეგზე, მაგრამ უმეტესწილად ვახერხებთ დაავადების თუ მოხერხდა დაავადების შეჩერება, ძალიან კარგია, ყოველ შემთხვევაში პროგრესი აღარ აქვს მას, თუმცა დანაწიბურებულ ატროფიულ კანს, ანუ თმას აღარაფერი აღარ ეშველება.
დერმატოსკოპიის როლზე რომ აი ეს არის დერმატოსკოპია არის ის ასე ვთქვათ კვლევის ახალი მეთოდი, რომელიც ძალიან ფართოდ და კარგად დადებითად შედეგიანად გამოიყენება თმისცვენის დიაგნოსტირებაში. ის გვეხმარება არა მხოლოდ ანდროგენული ალოპეციის თმის ტიპის დადგენაში, იმიტომ რომ ეს დაკავშირებული არის თმის ზრდის ფაზებთან, ანაგენი, ტელოგენი, კატაგენი, ვიცით თმის ზრდის ფაზები და შესაბამისად ამის მიხედვით შეიძლება ჩვენ კურნალობა განისაზღვროს, ასევე დერმატოსკოპია, ანუ ტრიხოსკოპია, რომელიც თავისთმიან არეზე გამოიყენება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მას დაავადების კლასიფიკაციაში. წითელ მგლურასთან გვაქვს საქმე, თქვათ, საქმე გვაქვს წითელ ბრტყელ ლიქენთან, ფოლიკულიტის სხვადასხვა სახეობასთან, თუ სხვა რაიმე ინფექციასთან, რომელიც იწვევს ნაწიბუროვან კანის ატროფიას, რის შედეგადაც ამ ადგილას თმა ამოდის. და ბოლო ვარიანტი, მოდით ახლა უკუღმა კი არ წავალ, ასე ვთქვათ, წინ წავალ ტრიხოსკოპიის გარდა ბოლო ეტაპი, რამაც შეიძლება დიაგნოსტირებაში შეგვიწყოს ხელი, თუ ვთქვათ, დანარჩენმა კვლევის მეთოდებმა არ გაამართლა, ეს არის კანის ბიოპსია. მანამდე აუცილებლად უნდა იყოს გამოკვლეული შინაგანი ორგანოების მდგომარეობა, ანუ წითელი მგლურას შემთხვევაში რომ სისტემური მდგომარეობა გამოირიცხოს, მთელი რიგი ლაბორატორიული, იცით რა, ჩვენ ამას ვეძახით რუტინული კვლევები, მაგრამ ეს არც თუ ისე ადვილია ეს რუტინული კვლევები, იმიტომ რომ აქ მთელი ჰორმონალური სისტემა უნდა იქნეს გამოკვლეული, ენდოკრინოლოგის მიერ, როგორც სასქესო ჰორმონები, ასევე ფარისებრის ჰორმონი, ასევე ინსულინ რეზისტენტობა უნდა იყოს გამოკვლეული, ანტინუკლეარული ანტისხეულები უნდა იქნეს შემოწმებული, რომ გამოირიცხოს სისტემური მიმდინარეობა ამა თუ იმ დაავადების. აუცილებლად უნდა იყოს გამოკვლეული, ფოლიკულიტების შემთხვევაში ბაქტერიოსკოპიული ანალიზები უნდა იყოს გამოკვლეული, ასევე აუცილებლად უნდა გამორიცხოთ ვენერიული დაავადება სიფილისი, რომლის დროსაც ადგილი აქვს ასევე თმისცვენას და მხოლოდ ამის შემდგომ გავდივართ დიაგნოზზე და ვიწყებთ მის მკურნალობას. ხოლო რაც შეეხება აი ანდროგენულ ალოპეციას, აქაც ერთადერთი რჩება ჰორმონალური სტატუსი, როგორც მამაკაცების, ასევე ქალბატონების შემთხვევაში. ანდროგენ დამოკიდებულია ეს დაავადება. იცით რა, დაავადებასაც ვერ დავარქმევთ, ეს არის ასე ვთქვათ ესეთი მდგომარეობა, იმიტომ რომ ადამიანის, იმიტომ რომ შეიძლება ანდროგენული ალოპეცია დაეწყოს, თქვათ, ვაჟებში 20 წლის ასაკიდან, მაგრამ ის იყოს პრაქტიკულად ჯამთელი. ეს არის, როდესაც არის მემკვიდრული განწყობა, აი ამ დაავადების მიმართ, თქვათ, მემკვიდრულად როგორ იყავს შთამომავალი მამა, ბაბუა, აქვს თუ არა მათ ადრეული ეპიზოდი თმისცვენის დაწყებისა. შემდგომ უკვე ვიწყებთ მაინც ჰორმონალური სტატუსის შემოწმებას, ხოლო ქალბატონების შემთხვევაში აუცილებლად უნდა იყოს აქ ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციისა და ტოქსიური ჭიყვის შემთხვევაში ყურადღება უნდა მიაქცეს ამ სტატუსს და ჰორმონალური ბალანსი. იცით რა, მე თავ შევიკავებდი, ვთქვათ, იმ ანალიზების ჩამოთვლაზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ზოგჯერ ხდება ესე, როდესაც პაციენტი მოდის, ასე ვთქვათ, თავისი შეხედულებით მომზადებული, ან რომ გირეკავთ, გეუბნებათ, რომ აი რა ანალიზები გავიკეთო, რომ მოვიდე მომზადებული, რომ დავიწყოთ, ვთქვათ, მკურნალობა. მკურნალობა ესე მარტივი არ არის. მკურნალობის დაწყება, ანალიზების და გამოკვლევა, კვლევის მეთოდები ეს ინდივიდუალურია და პაციენტის ანამნეზიდან გამომდინარე ხდება. ამიტომ ესე ერთი გარკვეული წესი, რომ ვთქვათ, აი ეს ანალიზები ან რაიმე ვიტამინების კომპლექსი, ან რაღაც დეფიციტზე იქნეს შემოწმებული პაციენტი, ეს მხოლოდ მისი ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე და მხოლოდ როდესაც შეიკრიბება სრული ანამნეზი დაავადებასთან მიმართებაში, მხოლოდ მის შემდეგ ვარჩევთ თუ რა სახის ანალიზი უნდა ჩატარდეს და რა კვლევა უნდა ჩატარდეს, რომ წავიდეთ სწორი მკურნალობის კურსზე. რატომ? მკურნალობის კურსი დიაგნოზის დასმა მაინც და მაინც ძნელი არ არის ამ შემთხვევაში. უბრალოდ ჩვენ უნდა ვეძებოთ ის მიზეზები, რა მიზეზებიც
ხელშემწყობია, ანუ გამოიწვია ან ხელშემწყობია ამ პროცესების. ამიტომ, აი ესეთი ასე ვთქვათ, ცოტა გართულებულ მდგომარეობასთან გვაქვს ხოლმე საქმე. ძალიან ხშირად გონიათ, რომ აი თმამცვივა და იწყებენ სხვადასხვა საშუალებებზე ლაპარაკს, რომ აი ეს გამოვიყენე, ეხლა მაგალითად ძალიან რატომღაც მოდაშია როზმარინის ესეთი და შეკითხვებიც მოდის სოციალური ქსერებიდან, რომ გამოვიყენო როზმარინი, როგორი შედეგი მექნება. ცით რა, განებავთ დაფნა გამოიყენეთ, განებავთ როზმარინის ზეთი გამოიყენეთ, განებავთ აბუსალათინის ზეთი. მხოლოდ ეს არ არის ექიმის დანიშნულება. თქვენი ვიღაცის რჩევით, როგორც ერთად ხდება, შეიძლება გამოვიყენოთ ეს საშუალებები, ოღონდ რა შედეგს ეკავალთ, მაგას ვთქვათ, თუ არ იქნება კომპლექსური ან გამოკვლევა, ან მკურნალობის კურსი ვერ გეტყვით. თქვენ ახსენეთ ქალბატონო თამარ კვებითი დეფიციტები. დიახ. და მაგალითად აი D-ვიტამინის ან B12-ის დეფიციტს ამ შემთხვევაში რა როლი აქვს D-ვიტამინი ძალიან მოდაშია, ეხლა თითქმის ყველა დაავადების დროს D-ვიტამინი აუცილებლად შუაშია, ამ დროს სრულიად შესაძლებელია არ იყოს არანაირ შუაში. რაც შეეხება კვების დეფიციტს და მასთან დაკავშირებულ ვთქვათ B12 ვიტამინი იქნება, ისევ D-ვიტამინი იქნება. მე არ გადაუსვავ ხაზს, რომ გნებავთ თუ არა, არაფერ შუაში არ არის. თუ გვაქვს ჩვენ ყოველთვის ვეძებთ მისეს, იმიტომ რომ ეს არ არის ცნობილი ეტიოლოგიის დაავადებები, ეს არ არის ცნობილი, რომ აი მაგალითად გინდა თუ არა D-ვიტამინის დეფიციტი იწვევს თმის ცვენას, ან და გნებავთ თუ არა B12-ის ვიტამინების დეფიციტი იწვევს თმის ცვენას. ეს არის ერთი მთლიანი კომპლექსური მდგომარეობა ორგანიზმის, რომლის დროსაც რაც შესაძლებელია გნებავთ ვიტამინების ნაკლებობა იყოს, გნებავთ კვებითი დეფიციტისგან გამოწვეული რკინა დეფიციტური ანემია პირველ რიგშია გამოსაკვლევი, ამიტომ კომპლექსურად უნდა მოხდეს გამოკვლევა და თუ D-ვიტამინი იქნება დაბალი დონის, რა თქმა უნდა ვეცადოთ, რომ შევავსოთ, ან რომელიმე ვიტამინი იქნება დაბალ დონეზე, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ შევსებული იქნეს, რომ რაღაცნაირად ჩვენ დაავადების მკურნალობაში ხელი შეგვეწყოს. მე გამომრჩა რკინა დეფიციტურ ანემიას განსაკუთრებულად გავუსვავ ეხლა ხაზს თირეოტოქსიკოსთან და თირეოტროპული ჰორმონის დეფიციტთან ერთად. ეს არის ძირითადი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ვთქვათ თმის ცვენა, ალოპეცია, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ვთქვათ აბსოლუტურად ყველაფერი ნორმაში აქვს პაციენტს და შეიძლება ვთქვათ თვითონ ჩავარდეს გაურკვეველ მდგომარეობაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი ესეთი ჯადოსნური სიტყვა აუტოიმუნური პროცესი, ორგანიზმის აუტოიმუნური მდგომარეობა, რომელიც მაგალითად ტოტალური ალოპეციის დროს ნამდვილად აუტოიმუნურ პროცესთან გვაქვს საქმე, რომლის დროსაც ჩვენ არ ვიცით ნამდვილად რა ხდება ორგანიზმში, რომელი რგოლში გარღვევამ გამოიწვია ეს მდგომარეობა, ამიტომ ამ შემთხვევაში თუ დავამთავრებთ კვლევებს და ჩვენ ვერაფერს ვთქვათ ვერ გადავაწყდებით, ვიწყებთ ასე ვთქვათ სიმპტომურ მკურნალობას, რომ რაღაც შედეგზე გავიდეთ. აუტოიმუნური პროცესი, ეს ბუდობრივი ალოპეცია, როდესაც იწყება და ვერ ხერხდება მისი შეჩერება, მართალია ეს არანაწიბუროვანი ფორმაა ალოპეციის, მაგრამ ეს არის ისეთი ფორმა, როდესაც ვერ ხდება დაავადების შეჩერება. ამ შემთხვევაში აუტოიმუნური ალოპეციასთან გვაქვს საქმე და შეიძლება სრული ტოტალური თმის ცვენით დამთავრდეს ეს პროცესი. ასე რომ ანდროგენული ალოპეცია მე ვთვლი, რომ აი ყველაზე მართალია უფრო სტრესულია, იმიტომ რომ თმა ადამიანისათვის ყველაზე კარგი სამშვენისია. ანდროგენული ალოპეცია და ტოტალური ალოპეცია ეს არის ის პროცესი, რომელიც ყველაზე უფრო სტრესული, ყველაზე უფრო ყურადსაღები უნდა იყოს. ერთ-ორს ვიტყვი ანდროგენულ ალოპეციაზე, ანდროგენულზე არა, ტოტალურ ალოპეციაზე, თქვით რომ აუტოიმუნური პროცესია, ბევრი არაფერი არ ვიცით ამასთან დაკავშირებით, ამიტომ ისევე როგორც ყველა აუტოიმუნურ პროცესებთან დაკავშირებით შექმნილი არის მრავალი ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც ამჟამად შეიძლება ითქვას ჩვენთვის
აი საუკეთესო გამოსავალია, ან ტოტალური ალოპეციის დროსაც მოწოდებულია რამოდენიმე, თუმცა ძალიან ფართო ხმარებაში არ არის ეს ბიოლოგიური პრეპარატები, რომელიც შეიძლება ვთქვათ გამოსავლად ჩაითვალოს. მაგრამ ჯერჯერობით კიდევ ვიმეორებ, არ მინდა რაღაც ისე გამოვიდეს, რომ ვთქვათ ვინმე მოისმინოს ეს ჩვენი პატარა ჩანაწერი და გნებავთ თუ არა ბიოლოგიურ პრეპარატზე გადაიტანოს ტოტალური ალოპეციის დროს. ეს ძალიან საპასუხისმგებლო მდგომარეობა, ამიტომ მოდით ისევ შემოვიფარგლოთ და ვილაპარაკოთ ანდროგენული ალოპეციით, რომელსაც რაღაც შეიძლება უშველოდ იგულისხმება შევაჩეროთ. და საბოლოოდ ქალბატონო თამარ, რა რეკომენდაციებს და რჩევებს მისცემთ იმ ადამიანებს, ვისაც აწუხებთ თმისწვენა? რჩევა იქნება ერთი. არ დაიწყონ თვითმკურნალობა, აუცილებლად მიაკითხონ ექიმს, იმიტომ რომ ამ ჩვენი პატარა ჩანაწერიდან იმას აუცილებლად გაიგებენ, რომ ეს არ არის ადვილად მოსავლელი პროცესი. ვთქვათ, ჯერ დავადგენოთ, როგორია ეს თმისწვენა, თუმცა ბუნებრივად ყველა ადამიანს დღეში 100 ღერი თმა ეს ნორმალურია, ნორმა და ეს ნორმა გაზაფხულზე და შემოდგომაზე იზრდება. ამიტომ აი თქვენი კვებითი დეფიციტი შეიძლება აქ ჩავთოთ გაზაფხულზე, როდესაც ნაზამთრალი ორგანიზმი გვაქვს, აქ აუცილებლად შეიძლება ადგილი ქონდეს რაიმე პატარა კვებით დეფიციტს, ალბათ მაგიტომაც შემდგომ უკვე სწორდება ეს პროცესი და ასევე არის შემოდგომაზედაც. თმა არის ცოცხალი წარმონაქმნი კანის დანამატი ფრჩხილებთან ერთად, ამიტომ მას აუცილებლად ჭირდება მოვლა არის ის, რომ როგორც კანს ვთქვათ უვლით, არა სხვადასხვა საცხებით, სხვადასხვა საშუალებებით, ერთადერთი ზაფხულში და ზამთარშია სხვათა შორის ეს არის დამცავი საშუალებების ხმარება. ქუდი, რომელიც ასე არ გვიყვარს ქართველებს, არც ზამთარში არ გვიყვარს, თქვენ წარმოიდგინეთ და არც ზაფხულში არ გვიყვარს. ამიტომ მზის ულტრაისფერის სხივები როგორც ცუდად მოქმედებს კანზე, ასევე ცუდად მოქმედებს თავის კანზედაც და შესაბამისად თმაზე. ამიტომ ზაფხულში თავსაბურავის საშუალებით დავიცვათ თავი გადახურებისაგან, მზის ულტრაისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან, რა პერიოდზეა ლაპარაკი, უკვე ალბათ ყველამ ვიცით და ზამთარში დავიცვათ მიკროცირკულაცია, როდესაც თქვათ ქუდი არ გვაფარია, ზამთარში განსაკუთრებით როდესაც გავდივართ დადებითი ანუ ოთახის ტემპერატურიდან უარყოფით ტემპერატურაზე ძალიან სტრესს იღებს თმის ფოლიკულის მკვებავის სისხლძარღვები. ამიტომ ისინი კარგავენ თავის ფუნქციონირების ნორმალურ მდგომარეობას და ალბათ ამიტომ ვიღებთ კვებით დეფიციტთან ერთად შემდგომ უკვე გაზაფხულზე თმის ცვენას. ამიტომ თავსაბურავი ვატაროთ თავის დასაცავად როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში. და პირველივე შემთხვევასთვის მივაკითხოთ ექიმს, რომ სწორად იყოს მკურნალობის კურსი შერჩეული და თუ რა სახის თმისცვენასთან გვაქვს საქმე. დიდი მადლობა ქალბატონო თამარ, ამ თქვენ ნამდვილად აქტუალურ თემაზე საუბრისთვის და მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია, შევხვდებით შემდეგ პარასკევს საღამოს 6 საათზე. გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლო დროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი.